გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის პოდკასტების სერია ყველა დროის უდიდესი ქართველი. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ შოთა რუსთაველზე. მადლობა, რომ გვისმენთ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი ნაწარმოები, რომელსაც ხალხის ყველა ფენის ისეთი სიყვარული და ინტერესი ხვდა წილად, როგორც შოთა რუსთაველს და მის უკვდავ ვეფხისტყაოსანს. შოთა რუსთაველი ყველა დროის უდიდესი ქართველია. რუსთაველი რომ ევროპის რომელიმე დიდი ერის შვილი ყოფილიყო, ბევრი ცნობილი გენიოსი მის გვერდით ხსენებასაც ვერ ეღირსებოდა, მაგრამ მას როგორც პატარა ერის წარმომადგენელს წილად არ ხვდა მათნაირი აღიარება. ერთი მხრივ, ქართველებისთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ რუსთაველი ჩვენი ერის შვილია, მაგრამ თავად მისთვის ეს თითქმის ტრაგედიის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან სამწუხაროდ და ჩვენ და სამარცხვინოდ ქართველმა ერმა მას სათანადო პატრონობა ვერ გაუწია. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია უდიდესი ქართველი გენიოსის ელემენტარული, თუნდაც რეალობასთან მიახლოებული ბიოგრაფია. მაშინ, როდესაც თითქმის სრულყოფილად არის შესწავლილი დანტეს, პეტრარკას, შექსპირის და სხვათა ცხოვრება. სწორად მიუთითებდა ნოე ჟორდანია, რომ რუსთაველმა შექსპირზე 4 საუკუნით ადრე მოგვცა რომეოსა და ჯულიეტას ქართული ტიპები, ტარიელი და ნესტან დარეჯანი. ძნელად თუ მოიძებნება სიყვარულის შესახებ დაწერილი უფრო შთამბეჭდავი და ამაღლებული სტრიქონები. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად. გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად. მომიგონებდე, გახსოვდე, მე შენთვის დაკარგულისად, ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად. ან კიდევ, მე რუსთველი, ხელობითა ვიღმ საქმესა ამადარი, ვის მორჩილებს ჯარის პათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი. დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლავ წამალი არ სითარი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. შეუძლებელია დაწერო ასეთი გენიალური სტრიქონები, თუ თავად არ გექნება გამოცდილი ამგვარი გრძნობა, რადგანაც სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე, ხოლო ვისაც სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავად სიკვდილიც. დიახ, რუსთაველმა სიკვდილამდე განიცადა სიკვდილი. რადგან მისი ტოლფასი არავინ აყავთ, ჩვენი მეზობელი სომხები წაეპოტინენ შოთას დიდ სახელს და სომხობა დასწამეს მას. მართლაც სასაცილოა. რუსთაველი რომ აშოტი ყოფილიყო, მის ბიოგრაფიას სომხები დაწრულებით აღნუსხავდნენ, ისე როგორც დღემდე ყველა თვისიანისას და ასე დაუდევრად არ მოექცეოდნენ, როგორც ქართველები მოვექეცით. ჩვენ ეს გვჩვევია. ვეფხისტყაოსანში ასახულია ავტორის მხატვრული მსოფლმხედველობა, რელიგიური და ფილოსოფიური, სოციალური და პოლიტიკური შეხედულებანი. 1712 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს მიეძღვნა 3000-მდე გამოკვლევა და საგაზეთო წერილი. მას იკვლევდნენ მეფეებიც და მეცნიერებიც, ზეპირად სწავლობდნენ, სითვად ატანდნენ, ამ წიგნზე ისევე იფიცებდნენ, როგორც ბიბლიაზე. და მართლაც, ქართველი ერის სულიერ ცხოვრებას, მის ზნეობას, მსოფლმხედველობასა და ესთეტიკას ფეოდალიზმის ეპოქაში განსაზღვრავდა და აყალიბებდა 3 დიდი წიგნი: ბიბლია, ქართლის ცხოვრება და ვეფხისტყაოსანი. პირველი ხალხს უნერგავდა ღმერთის, უმაღლესი არსთა გამრიგის არსებობის რწმენას, სამართლიანობასა და
კაცთმოყვარეობას. ქართლის ცხოვრება აცნობდა ქართველ ერისთავთა, მთავართა, მეფეთა, აზნაურთა და უაზნოთა თავგანწირულ ბრძოლას საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. მე-12-მე-13 საუკუნეთა მიჯნაზე მათ შეემატა პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელმაც უფრო გააფართოვა ქართველი ხალხის გონებრივ და სულიერ ინტერესთა სფერო. ამ პოემაში განვითარებულია რამდენიმე თემატურ-იდეური ხაზი. პირველი, ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერებისა, მოსამართლე და მოწყალე, ძლიერი მეფის მეთაურობით. მეორე, მეფური წარმოშობის მამაკაცისა და ქალის თანასწორ უფლებიანობისა სახელმწიფო მართვა-გამგეობაში. მესამე, წმინდა, უღალატო და სამუდამო სიყვარულისა. მეოთხე, სხვადასხვა ეროვნებათა და სახელმწიფოთა კეთილმეზობლური ურთიერთობისა. მეხუთე, სიკეთისთვის მებრძოლი ადამიანის ძლევამოსილებისა, მისი სულიერი სიმაღლისა და სიმტკიცისა. ვეფხისტყაოსანი პოეტური ხელოვნების შედევრად და ეტალონად იქნა აღიარებული. მაინც ვინ იყო მისი ავტორი? რა ვიცით მის შესახებ? ვეფხისტყაოსნის ავტორისეულ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია. დღეს ჩვენ გვაქვს მე-17 საუკუნის და უფრო გვიანდელი ხელნაწერები, გადაწერილი დახელოვნებულ კალიგრაფთა მიერ. ამ ხელნაწერებში მოხსენიებულია პოეტის გვარი თუ წოდება. რუსთველი. დაუჩე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულახვარსობილი. მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამადარი. პოეტი გვიამბობს, რომ მან დაწერა 3 გმირის, ტარიელისა და მისი მეგობრების შესახებ დიდი პოემა, რომელშიც შეფარვით აქო მეფე თამარი და მისი მეუღლე დავით სოსლანი. ავტორი თამარსა და დავითს ახსენებს როგორც ცოცხლებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ თვითონაც მათი თანამედროვე მე-12-მე-18 საუკუნეთა მიჯნის მოღვაწეა. პოემის დაწერის თარიღად 1188-1207 წლებს ვარაუდობენ. 1188 წელს თამარი და დავითი შეუღდნენ. 1207 წელს კი გარდაიცვალა დავით სოსლანი. ჩვენი აზრით პოემა 1188-1193 წლებში უნდა იყოს დაწერილი. მათი შეუღლებიდან მემკვიდრის ლაშა გიორგის, გიორგი მე-4 დაბადებამდე. სამეფო ტახტის მემკვიდრე, რომ ამ დროს დაბადებული ყოფილიყო, რუსთველი ამას პოემაში აუცილებლად ასახავდა. პოემაც ისე მთავრდება, რომ არც ტარიელსა და ნესტანს და ავთანდილსა და თინათინს შვილები ჯერ არ ჰყავთ. საფიქრებელია, რომ რუსთველმა ეს პოემა ახალ შეუღლებულ თამარ მეფეს და დავით სოსლანს უძღვნა. რუსთველის ავტორობა დამოწმებულია პოემის ბოლო სტროფებშიც, რომლებსაც მკვლევართა ნაწილი ვეფხისტყაოსნის გადამწერთა დამატებულად მიიჩნევს. ერთ-ერთ სტროფში პირდაპირ წერია, რომ ტარიელი უქია მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრობელსა. მეორეგან პოეტი ამბობს, წერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა. აქ უკვე პირველადაა მითითებული, რომ რუსთველი მესხეთიდან ყოფილა. მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის პოეტმა, სერაპიონ საბაშველმა, კედელაურმა გაალექსა როსტომიანის ქართული პროზაული ვერსია და მოინდომა გაჯიბრებოდა ვეფხისტყაოსნის ავტორს. ნაძლევი ვარ რუსთველისა, თუ მეტიქნა ჩემოდნობა. მისი აზრით ამის საპასუხოდ რუსთველს შეეძლო ეთქვა, რას მომერჩი ბერი ბერსა, მე გავლექსე ლამაზ ენა. აშიყი ვარ თვალწარბისა, ვინ სოფელი დაამშვენა, თუმცა ფასი არ მიბოძა, მან რუსთავი ამიშენა. ამ სტროფში რამდენიმე საინტერესო ცნობაა. აქ ნათქვამია, რომ რუსთველი ბერი იყო. სიტყვა ბერი აღნიშნავს მოხუცებულსაც და ბერად აღკვეცილსაც.
კონტექსტის მიხედვით ბერი აქ მოხუცებულის მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რაც მიგვანიშნებს პოეტის ბიოგრაფიის ერთ დეტალზე. საბაშვილს ჰქონია რაღაც ცნობა, რომ რუსთველმა სიბერემდე მოხუცებულობამდე იცოცხლა, თუმცა მისი ბერად აღკვეცაც არაა გამორიცხული. ბ. რუსთველი აშიყი ყოფილა თამარ მეფისა. გ. თამარმა პოეტს მისი თხზულების ფასი სანაცვლოდ რუსთავი აუშენა. ის ან ადრევე ფლობდა რუსთავს, ან თამარმა უბოძა ეს მამული და აუშენა კიდეც. თამარს ალბათ არ შეეძლო სიყვარულზე სიყვარული თუ ეპასუხა პოეტისთვის თავისი მეფური წარმომავლობის გამო და მადლიერების ნიშნად რუსთავი და თანამდებობა უბოძა. ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელი პოემის შესავალსა და დასასრულში ნახსენები არ არის. სავარაუდოა, რომ პოეტის სახელი და გვარი წარწერილი იქნებოდა ხელნაწერთა თავფურცლებზე, მაგრამ მათ ჩვენამდე არ მოუღწევიათ. მეფე პოეტი თეიმურას პირველი თავისი პოემის იოსებ ზილიხანიანი დაწერილია 1620-იან წლებში. შესავალში ვეფხისტყაოსნის გმირების შესახებ წერს. ესენი შოთა რუსთაველმა შეამკო, არსთა მკობითა, თვით მინდობილმან სიბრძნესა, მერე თამარის ხმობითა. ესე იგი თეიმურას ნამდვილად სცოდნია, რომ რუსთველს შოთა ერქვა და ის თამარის დროის მოღვაწე იყო. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში არჩილ მეფემ დაწერა გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა. ამ პოემით შეიძლება დავასკვნათ თუ რა იცოდნენ რუსთველის შესახებ მაშინდელმა ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებმა. არჩილს სცოდნია, რომ რუსთველი წარმოშობით მესხი ყოფილა. მას განათლება საბერძნეთში მიუღია, რომ როგორც საერო პირი, მოყმე, მეომარი, მონაწილეობდა თამარის მეფობის პერიოდში ქართველთა მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა ბრძოლაში, რომ მას თამარ მეფის ბრძანებით დაუწერია ვეფხისტყაოსანი და ამისთვის საჯილდოც მიუღია და ასე შემდეგ. 1757-1758 წლებში საეკლესიო მოღვაწემ ტიმოთე გაბაშვილმა მოიარა და აღწერა პალესტინის ქართული ტაძრები და გამოავლინა რუსთველის ბიოგრაფიის ახალი დეტალები. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღწერაში ის ამბობს: ჯვარის მონასტერი დაძველებულია და გუმბათს ქვემოთ სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთამს რუსთველს, მეჭურჭლეთ უხუცეს, თვითონაც შიგხატია მოხუცებული. ტიმოთე გაბაშვილის მონათხრობის მიხედვით ირკვევა, რომ ა. შოთა რუსთველი ყოფილა მეჭურჭლეთ უხუცესი, ანუ ფინანსთა მინისტრი, სავარაუდოდ 1189-1213 წლებში. ბ. მას საკუთარი ან სამეფო სახსრებით განუახლებია და მოუხატვინებია ჯვარის მონასტრის სვეტები. გ. შოთა რუსთველის სურათი არის ჯვრის მონასტერში. դ. ეს შოთა რუსთველი არის ვეფხისტყაოსნის ავტორი. ტიმოთე გაბაშვილს არ მოსწონს მისი პოემა რომანული მოტივების გამო და ლექს და ბოროტთა თქმელს უწოდებს შოთას. სამწუხაროდ 2004 წელს ბერძენმა ბერებმა, რომლებიც უკანასკნელი 250 წლის მანძილზე განაგებენ ჯვრის მონასტერს, წაშალეს რუსთველის ეს ფრესკა, რითაც განახორციელეს საშინელი ვანდალური აქტი. 2005 წელს ფრესკა აღდგენილ იქნა, მაგრამ არა პირვანდელი მშვენებით. კათალიკოსი ანტონ პირველი, მე-18 საუკუნის მოღვაწე, რუსთველს მიაწერდა თამარის მეორე ისტორიის ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი ავტორობას, რადგან ეს თხზულება მაღალ მხატვრულობითა და ბრწყინვალე სტილით გამოირჩევა. ანტონ პირველის ეს მოსაზრება შეიძლება სიმართლესთან ახლოსაც იყოს. იოანე ბაგრატიონი თავის კალმასობაში დაიწერა 1813-1828 წლებში. მიუთითებს: შოთა რუსთველი, მწერალთა უხუცესი, დროსა თამარ მეფისასა, იყო ფილოსოფოს, ღვთისმეტყველი,
სამღვთოთა და საეროთა წერილთა შინა გამოცდილი, ენათა სპარსულისა და სომხურისა მცოდნე, უცხო ვარსკვლავთ მრიცხველი და ბუნების ისტორიათა მეცნავი, რომ თამარ მეფემ რუსთველი უცხო მხარეთა მდივნად ყო. ესე იგი იყო თამარის მრჩეველი უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებშიო. შოთა რუსთველის შესახებ გამოთქმული იყო სხვადასხვა ვარაუდები. სარგის კაკაბაძე ფიქრობდა, რომ ვეფხის ტყაოსანს ორი სხვადასხვა ავტორი ყავდა. სარგის თმოგველი მე-13 საუკუნეში და შოთა რუსთველი მე-14 საუკუნეში. ნიკო მარი ვარაუდობდა, რომ რუსთველი იყო მე-14 საუკუნეში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველი პოეტი. ეს ჰიპოთეზები შემდეგ ორივემ უარყო. შოთა რუსთველის ბიოგრაფიას რამდენიმე წლიანი შრომა მიუძღვნა პავლე ინგოროყვამ. 1926 წელს მან გამოსცა წიგნი რუსთველიანა, ხოლო 1963 წელს რუსთველიანას ეპილოგი. ავტორის ძირითადი დასკვნები ასეთია. შოთა რუსთველი ყოფილა იგივე შოთა კუპრია, რომელიც ჩვენს ისტორიაში ცნობილია როგორც ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, ჰერეთის ერისთავი მე-13 საუკუნის 40-იან წლებში. 1196-1207 წლებში მას დაუწერია ვეფხის ტყაოსანი, რის გამოც დევნას განიცდიდა საეკლესიო წრეების მხრიდან. ამიტომაც ერთხანს უცხოეთში უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნებულა 1210-იან წლებში. მას მონაწილეობა მიუღია მონღოლებთან საზავო მოლაპარაკებაში 1252-53 წლებში. ასევე მონაწილე ყოფილა კოხტას თავის შეთქმულებისა 79 წლის ასაკში. 1257-50 წლებში რუსთველს ანტონ ალავერდელისათვის გაუტანებია სათანადო თანხა ჩხვის მონასტრის შესაკეთებლად. იგი გარდაცვლილა 1250 წელს 84 წლის ასაკში და დაუკრძალავთ რუსთავის ძველი კათედრალის სანახებში. პავლე ინგოროყვას მიერ შედგენილი რუსთველის ბიოგრაფია მეცნიერებმა არ გაიზიარეს. ასევე არავინ დაეთანხმა პოეტ თამარ ერისთავის მიერ გამოთქმულ ვერსიას, თითქოს ვეფხის ტყაოსანი დაწერა თამარ მეფის ბიძაშვილმა დემნა ბაგრატიონმა, რომელიც 1177 წელს აუჯანყდა თამარის მამას და ამის გამო დასაჯეს. მე-20 საუკუნის 20-იან 30-იან წლებში ჩაწერილ იქნა ზეპირი გამოცემები ვეფხის ტყაოსნის შესახებ. ზოგის აზრით რუსთველი იყო ჩახრუხაძე, თამარიანის ავტორის ნათესავი. ზოგი მიიჩნევს, რომ რუსთველი იყო სასულიერო პირი, ეპისკოპოსი რუსთავის ეპარქიისა. სხვები კი ფიქრობენ, რომ რუსთველი თორელთა ცნობილი საგვარეულოდან იყო. მოსე ჯანაშვილი, სარგის ცაიშვილი, ნოდარ შოშიაშვილი, რიმა ფიცხალაიშვილი. შოთა რუსთველის ბიოგრაფიის ხალხური ვერსიის მიხედვით, მისი მშობლები მესხეთში, სოფელ რუსთავში ცხოვრობდნენ. მამამის იესერ ქმევია. იგი ყოფილა რუსთავის ბატონი და შეძლებული კაცი, ყოლია 40 ბინაცხვარი და საქონლის ჯოგი, რომელსაც ზაფხულობით ჩახრახის მთაზე აწოვებდა, რის გამოც ჩახრახელს ეძახდნენ. შოთა მამით ადრე დაობლებულა. მას ყოლია უფროსი ძმა. ორივეს მამის ძმა ბესა პატრონობდა. წამოზრდილი შოთა ბიძას მონასტერში მიუბარებია განათლების მისაღებად. მას აგრეთვე უსწავლია აღმოსავლეთ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში. ერთი გადმოცემის მიხედვით, ობოლი შოთა გიორგი მესამეს 1156-1184 წლებში წაუყვანია თბილისში, სადაც ის სასახლეში თამართან ერთად იზრდებოდა. შემდეგ შოთა საბერძნეთს ათინას წასულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თამარ მეფეს იგი სასახლეში მწიგნობრად მიუწვევია. მერე კი მეჭურჭლეთ უხუცესობა უბოძებია.
სხვა გადმოცემით თამარ მეფის რჩევით შოთას კოდიანის პატრონის ასული შეურთავს. თითქოს მას ერთი ვაჟი ყოლია, რომელიც ზარზმის მონასტრის წინამძღვარი გამხდარა და ასე შემდეგ. ამ ზეპირ გადმოცემებში შოთა იხსენიება თამარ მეფის კარის პოეტად, მეფის მწიგნობრად, მწერალთა უხუცესად, ისტორიკოსად, ღვთისმეტყველად, მოლარეთ ოხუცესად, მეჭურჭლეთ ოხუცესად, ვაზირად. არის გადმოცემა, რომ შოთა დაკრძალულია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, მაგრამ ჯერ საფლავი აღმოჩენილი არ არის, არც იქ და არც საქართველოში. ასე იქცა პოეტის ბიოგრაფია ლეგენდად, თავად რუსთველი კი მითიურ გენიოსად. შოთა რუსთველი ადრეული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანისტია მსოფლიო კულტურის ისტორიაში. აქ იგულისხმება რენესანსის ეპოქის ჰუმანიზმი. ამით არის გამოწვეული ანალოგიების ძიება რუსთველისა და რენესანსის ეპოქის, განსაკუთრებით ადრინდელ ჰუმანისტებს შორის. ცნობილი რუსი მკვლევარი ლოსევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველი მოაზროვნენი გვევლინებოდნენ ნეოპლატონური არეოპაგიტული რენესანსის წამომწყებებად ევროპაში, რომ ისინი ამ საკითხში უეჭველ პრიორიტეტს ფლობენ, რომ მათ აქ რამდენიმე საუკუნით გაუსწრეს დასავლეთ ევროპას და რომ ამაზე კამათი შეუძლებელია. ჰუმანიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართოს სიკეთის საკეთებლად, რათა მან გაიმარჯვოს ბოროტებაზე. რუსთველის იდეალია აქტიური ადამიანი, ენერგიული და შეუდრეკელი განსაცდელის წინაშე. არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისა, მაგრამ პოეტის ღრმა რწმენით განგების გარეშე ადამიანის ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა. დადგენილია, რომ რუსთველის მსოფლმხედველობაზე, კერძოდ კი ფილოსოფიურ შეხედულებებზე დიდი გავლენა მოახდინეს პეტრიწმა, ნეოპლატონიზმმა და არეოპაგიტულმა მოძღვრებამ. ბოროტსა ზლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ამ აფორიზმით რუსთველმა ფილოსოფიურად მიგვანიშნა, რომ სიკეთე მარადიულია. მისთვის ბრძოლა რეალურია და მიღწევადი, ბოროტება კი დროებითია, შემთხვევითი და წარმავალი. რუსთველის მიერ შემოტანილი ბრწყინვალე გამოთქმები, მზიანი ღამე, უშმო ჟამი, ერთ არსება ერთი, ღმერთის გარკვეული წარმოდგენის გამოხატულებაა. რუსთველის პოლიტიკური იდეალია ერთიანი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი და სამართლიანი მეფე. იგი თავის ძალაუფლებას ხალხის სასარგებლოდ იყენებს. რუსთველისათვის პრიორიტეტულია მოხელეობა, სახელმწიფო სამსახური და არა გვარიშვილობა. თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა. აგრეთვე მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნებდეს. ღარიბებისთვის დახმარების გაწევა და წყალობის უხვად გაცემა, მონების განთავისუფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, აი რუსთველი სოციალური იდეალი. ამ გზით მაღლდება მეფის ავტორიტეტი და ძლიერდება სახელმწიფო, სადაც კაცი და ქალი ფაქტიურად თანასწორია. პოემაში გადმოცემულია უდიდესი სიბრძნე, რომელზედაც ერს შეუძლია თაობები აღზარდოს. ამიტომ რუსთველი კიდევ უფრო მეტ აღიარებას, შესწავლას და პოპულარიზაციას იმსახურებს. ნოე ჟორდანი აქ თავაზობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთველის ფაკულტეტის გახსნას, სორბონაში ვიქტორ ჰიუგოს ფაკულტეტის ანალოგიურად. რუსთველი საქართველოს სიამაყეა და სანამ ეს ქვეყანა იარსებებს, ყოველთვის ასე იქნება. დასასრული. უფრო მეტი საგანმანათლებლო შინაარსისთვის გამოიწერეთ არხი დასფიქს ნიკო. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.